საღამომშვიდობისა დღეს სამშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. რას ითვალისწინებს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია, რომელიც შეერთებულ შტატებს უკვე 4 პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. ბალტიისპირეთისა და უკრაინის შემდეგ პარტნიორობის შეთანხმება საქართველოსთან უნდა დაიდოს. უსაფრთხოების სისტემებში ერთობლივი მონაწილეობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, დემოკრატიის განვითარება, სავაჭრო, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება. სავარაუდოდ ამ მიმართულებებით თანამშრომლობას განსაზღვრავს ის დოკუმენტი, რომლის დეტალები და ზუსტი შინაარსი ჯერ უცნობია. უცნობია ისიც, როდის მოეწერება ხელი თანამშრომლობის ქარტიას. ამ თემაზე დღეს პირველი შეკითხვებს გივით არგამაძე უპასუხებს და კიდევ ერთი თემა ივლისში შეწყვეტილი დაფინანსების შემდეგ ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიები თანხას ისევ მიიღებენ, ოღონდ ამჯერად 25%-ით მეც. მას შესე დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. რუსული ვეტო შედეგად ეუთოს მისია საქართველოში მუშაობას წყვეტს. მოახერხებს თუ არა თბილისი ევროკავშირის როლის გააქტიურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ძალიან ძნელია წინასწარ გადაჭრითვა რა იქნება. მომდევნო წლის პირველი სამი თვე მოლაპარაკებებს დაეცმობა. ლების მანძილზე კონფლიქტური ვითარება არანაირად არ უმჯობესდებოდა და ეუთოს მისიას ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლო. როდის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის და რა მნიშვნელობა ექნება ხელშეკრულებას საქართველოს უსაფრთხოებისთვის? ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთეთ ამ მიმართულებით, ემსახურება სწორედ საქართველოს მთლიანობას, საქართველოს სიძლიერეს, საქართველოს სტაბილურობას, საქართველოს მშვიდობიან განვითარებას. ეგ არის შეთანხმება თანამშრომლობაზე უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკის სფეროში, ჰუმანიტარულ სფეროში და დემოკრატიზაციის სფეროში. უსაფრთხოების გარანტიები რეგიონში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. პირველი თემის შეკითხვებს გივით არგამაძე პასუხობს. 14 პარტიას ბიუჯეტიდან დაფინანსება აღუდგება. რა პრინციპით მიიღებენ თანხას პოლიტიკური გაერთიანებები და როგორ აფასებენ კანონპროექტს დეპუტატები? ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას გარდა ნაციონალური მოძრაობისა დაფინანსება ეზრდება 25%. 25%-ით ზრდად მიაჩნია უმრავლესობას ის, რომ მოგვაწვდიან ისე უფასო კვლევებს, ანუ დააფინანსებონ საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რომლის შედეგებსაც მოგვაწვდიან. ახალმემარჯვენეები და თავისუფლებას, რომლებსაც შეუწყოთ იცით თქვენ თავიანთი ბოიკოტის გამო დაფინანსება, მათ უნდა აღუდგეთ ის დაფინანსება. პოლიტიკური პარტიების გაზრდილი დაფინანსება. რამდენიმე წუთში გია თორთლაძე, ლაშა თორდია, ჯონდი ბაღათურია პირველი თემის სტუდიაში. შესე პირველი თემა პირდაპირ ეთერშია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გაზრდის საკითხზე. ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ. ახლა კი ჩვენს დღევანდელ გადაცემას ვიწყებთ პირდაპირი ჩართვით პარლამენტიდან. პირველი თემის შეკითხვებს უპასუხებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივით არგამაძე. ბატონ გივი, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ გივი, სანამ ვისაუბრებდეთ ამ ხელშეკრულების დეტალებზე, იქნებ განგვიმარტოთ თუ არის ეს ჯერ გარკვეული, როდის შეიძლება გაფორმდეს სავარაუდოდ ეს ხელშეკრულება? პრაქტიკულად შეთანხმებული არის უკვე ტექსტის ძირითადი დეტალები და ტექნიკური ხასიათის პრობლემების გარკვევის შემდეგ გადაწყდება ზუსტი თარიღი, უბრალოდ პრობლემისაც არა, ტექნიკურად არის შეთანხმებელი თარიღი, ამიტომ მე ვფიქრობ, ეს მოხდება ძალიან მალე. ითქვა, გაკეთდა განცხადება, რომ გარკვეული მოთხოვნები, გარკვეული პუნქტები ამ ხელშეკრულების პროექტში ჩაიდო ქართული მხარის მოთხოვნით. თუ შეიძლება დაგვიკონკრეტოთ რა ტიპის მოთხოვნებზეა საუბარი? თუ შეიძლება ამაზე საუბარი ჯერ? მართლაც ასე იყო, მე მხოლოდ ერთს ვიტყვი, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე ბრძანა, ქართული მხარის მოთხოვნით აქ ჩაიდო, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ თემად ტოლვილების უპირობო დაბრუნება ყველა იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ისინი იქნენ გამოძევებული, ანუ ამისი უზრუნველყოფა, სხვა დეტალები უკვე ალბათ ხელმოწერის შემდეგ იქნება გამოაშკარავებული. ბატონ გივი, საინტერესოა, როგორ უნდა უზრუნველყოს დევნილების უპირობო დაბრუნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ ტიპის თანამშრომლობის ქარტიამ? მოდით ესე ვთქვათ, რომ სულაც რო არ ყოფილიყო ესეთი ქარტია ხელმოწერილი, ჩვენ
დევნილების დაბრუნებისთვის აუცილებლად უნდა ქონოდა და ქონდა კიდევაც ყოველთვის იმედი ჩვენი პარტნიორების მარტოკები ჩვენ ამ პროცესს ვერ მივიყვანთ ბოლომდე გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ყოველთვის ქონდა განზრახულობა რომ ეს პროცესი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით განხორციელებულიყო და ამ გზის უზრუნველსაყოფად ჩვენ რა თქმა უნდა გვჭირდება ყველა ჩვენი პარტნიორის მხარდაჭერა, მათ შორის რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატების. ამიტომ ეს მხარდაჭერა იყო და გაგრძელდება, მაგრამ ისევე როგორც თანამშრომლობა ყველა სხვა სფეროში, ყველა მიმართულებით, რომელიც თქვენ უკვე ჩამოთვალეთ გადაცემის დასაწყისში, იქნება უფრო მჭიდრო და უფრო ინტენსიური და უფრო შედეგის მომტანია. მაგრამ როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს ბატონ გივი იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებს, აქამდე ოკუპირებულ ტერიტორიებს აგვისტოს ომის შემდეგ კიდევ დაემატა ტერიტორიები, დევნილები ამ დრომდე ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში და იმ ფონზე, როდესაც რუსეთი სამხედრო თანამშრომლობის დოკუმენტს უკვე სეპარატისტულ რეჟიმებთან აფორმებს. ბუნებრივია ეს უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ზეწოლით, სხვადასხვა ასე ვთქვათ, მექანიზმების ამუშავებით, რომელიც ყველა ჯერ სულაც არ არის ამუშავებული, ძალიან ბევრი ესეთი მექანიზმის ამუშავებაა შესაძლებელი და ამ შემთხვევაში, თქვა თუ დოკუმენტში ეს თემა იქნება ესე მკაფიოდ მითითებული, ბუნებრივია ამერიკის შეერთებული შტატები ეს ნიშნავს, რომ იღებს ვალდებულებას, რომ ყველა ამ მექანიზმს, რომელიც იქნება საჭირო ამ პროცესის უზრუნველსაყოფად ის ამოქმედებს. ეს არის სწორედ დახმარება ამ შემთხვევაში და თუ ჩვენ ზოგადად ვიფიქრებთ, რომ იმის გამო, რომ ამ წუთას რუსეთს აქვს ოკუპირებული ეს ტერიტორიები, მაშინ აქვს ვთქვათ, არაფერი მათზე არ გაჭრის, მაშინ ჩვენ საერთოდ ხელი უნდა ჩავეკნევთ ამაზე. ეს ისე არ არის ბუნებრივია. რუსეთს დღეს აქვს მართლაც ეს ტერიტორიები ოკუპირებული, მაგრამ რუსეთი არ არის ვთქვათ, ესეთი ძლიერი ეხლა რომ რეალურ ზეწოლას გაუძლოს, ესეთი ზეწოლა ჯერ არ დაწყებულა, მე მიმაჩნია და ბუნებრივია ეს არის მექანიზმი, სწორედ რუსეთი ივაჭრებს, რუსეთი ეცდება რომ ასე ვთქვათ, შეუგნებელი და შეუვალი იყოს რაღაც პერიოდში, მაგრამ თუ რეალური ნაბიჯები გადაიდგება, ის ამ ზეწოლას ვერ გაუძლებს, რა თქმა უნდა. EUTOS მისიის მანდატის გაგრძელების დაბლოკა და იგივე სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება უახლოეს დღეებში სეპარატისტულ რეჟიმებთან. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი რეაქცია რუსეთის მხრიდან ამ ტიპის თანამშრომლობის გაფორმებაზე, ბატონო გივი? მოდით ესე ვთქვათ, აქ მიზეზშედეგობრიობის ძებნა არ არის ამხრივ პერსპექტიული საქმე, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც ვთქვათ, არ იყო ხელმოწერილი ესეთი ქარტია, მაშინ, როდესაც არ იყო ვთქვათ, ესეთი უფრო მკაფიო განცხადებები, მაშინ რა რუსეთი არ დგამდა ამ ტიპის ნაბიჯებს. ყოველთვის დგამდა. რუსეთი ცალმხრივად დგამს ამ ნაბიჯებს და რუსეთი ასე არც ნაბიჯებს გადადგამდა მაინც, იმიტომ რომ ბუნებრივია EUTOS მისია, როგორც კიდევ ერთი მოწმე მართლაც იმ სისაძაგლეებისა, რომელსაც რუსეთი ჩადის ჩვენ ტერიტორიაზე, მას არ სურს იქ. და ამიტომ აქ შესაძლებლობა რომ ის მისი მოქმედება შეაჩეროს და აჩერებს, მიუხედავად იმისა, ვთქვათ, ჩვენ ამერიკასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობაში შევდივართ თუ არა. სადაც მას აქვს ესეთი შესაძლებლობები, ის ყველა ამ ნაბიჯებს დგამდა და დგამს და კიდევ გადადგამს. სწორედ ამაზე ლაპარაკობ, რომ ასეთივე გადაწყვეტილება მიიღოს რუსულმა მხარემ იგივე გაეროს მისიასთან დაკავშირებით აფხაზეთის ტერიტორიაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ის არის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. ბუნებრივია არის მოსალოდნელი და მე ვფიქრობ, რომ ალბათ ეს ასეც იქნება. მაგრამ ყველა ასეთი ნაბიჯის კონტრნაბიჯი არსებობს დღეს მისია ევროკავშირის, რომელიც არანაირი ზემოქმედების ბერკეტი რუსეთს არ გააჩნია და ბუნებრივია ზეწოლა უნდა გაგრძელდეს იმ მიმართულებით, რომ თუმცა ამ მისიის წარმომადგენლები დღემდე ვერ ახერხებენ ყველა რაიონის დათვალიერებას. რომ ზემოქმედების და ზეწოლის ყველა ბერკეტები დღეს არ არის ამუშავებული, სწორედ ამიტომ გჭირდება ჩვენ მეტი მხარდაჭერა, მეტი თანადგომა იმისათვის, რომ ამუშავდეს ყველა ბერკეტი, რომელიც აიძულებს რუსეთს, რომ თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეასრულოს თავისივე ვალდებულება მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტიდან გამომდინარე და შეუშვას ევროკავშირის დამკვირვებლები
ქვეყნის თელ ტერიტორიაზე. ჩვენ რამდენიმე თვის წინაც გვესმოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ბატონო გივი რომ ერთ-ერთი ასეთი ზეწოლის მექანიზმი იყო ევროკავშირთან რუსეთის სტრატეგიული თანამშრომლობაზე მოლაპარაკების გაყინვა საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხი, მაგრამ ევროკავშირმა განაახლა რუსეთთან მოლაპარაკებები და საქართველოს ისე ვერ მიიღო გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. ამაგერად საქართველოს მიიღო ქარტია, იღებს ახლა ქარტიას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ძენს მას უფრო მაღალ დონეზე ისეთ პარტნიორს, რომელსაც შეუძლია რომ თქვათ მოაბრუნოს იგივე ეს პროცესები და დაარწმუნოს ევროპა იმაში, რომ მისი მხრიდან არ არის ამოწურული ყველა მცდელობა იმისათვის, რომ ევროპა მათ შეასრულოს თავისი ვალდებულებები ხელმოწერილი და ვთქვათ თუნდაც ისევ კიდევ ერთხელ შეაჩეროს ეს პროცესი ან სხვა სანქციები შემოიღოს. ჩვენ ეხლა მეტი მექანიზმი გვაქვს ევროპაზე ზემოქმედების ბუნებრივია, ვინაიდან ვთქვათ ერთია საქართველოს მცდელობები ევროპის დარწმუნებისა და მეორეა საქართველოს მცდელობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ევროპის დარწმუნების. ამიტომ აქაც ჩვენ დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი პერსპექტივა გაგვიჩნდა. ბატონ გივი, რა დამატებითი მექანიზმები ექნება ამით საქართველოს თუნდაც უსაფრთხოების თვალსაზრისით? ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს იქნება ერთგვარი ზეწოლა და მექანიზმი იმისათვის, რომ საქართველოს კონტროლი აღდგეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს იქნება ზეწოლის მექანიზმი რუსეთისთვის. მაგრამ თუ გავიხსენებთ იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნებთან წლების წინ გაფორმებულ ქარტიას, უკრაინასთან რამდენიმე დღის წინ გაფორმებულ ქარტიას, აქ იურიდიული ვალდებულებები მხარეებს შორის არ ყოფილა აღებული. საქართველოს რა დამატებით მექანიზმებს? ეს არის ძალიან მკაფიო პოლიტიკური განაცხადი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ეს განაცხადი ძალიან კარგად ესმით როგორც ცივილიზებულ სამყაროში, ასევე არაცივილიზებულ რუსეთშიც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა არაცივილიზებულია და აგრესიულია, ამ განაცხადის ფასი მათ ესმით ძალიან კარგად. მე მქონდა საშუალება იგივე ოკუპაციის პირველ დღეებში გორში რუს გენერლებთან ურთიერთობისას ძალიან კარგად მეგრძნო ის თუ რაოდენ დიდი რბილად რო ვთქვათ რიდი არსებობს ამ ქვეყნის მიმართ იგივე რუსული შეიარაღებული ძალების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ გარანტიები არის თუ მართლაც არის ბალტიისპირეთთან ესეთ ტიპის შეთანხმებაში, ამ შეთანხმებამ მაშინ უზრუნველყო ის, რომ ბალტიისპირეთი გადაურჩა პირდაპირ აგრესიას და ოკუპაციას რუსეთის მხრიდან. ეს ფუნქცია ამ დოკუმენტმა სწორედ შეასრულა და ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ იგივე ტიპის ფუნქციას ის შეასრულებს საქართველოსთვისაც და ის დაიცავს საქართველოს შემდგომი აგრესიისაგან. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეს ხელშეკრულება იქნება ერთგვარი უსაფრთხოების გარანტი, აი რომ გავიხსენოთ ისევ თუნდაც ბალტიისპირეთთან გაფორმებული ხელშეკრულება, იქ ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ დემოკრატია არის უსაფრთხოების განვითარების და თავისუფლების უმთავრესი გარანტი. ანუ მხოლოდ დოკუმენტის ხელმოწერა თავისთავად ვერ იქნება გარანტი ასეთი თუ ქვეყანაში გატარებული რეფორმები და ნაბიჯები რეალურად არ შეფასდება დემოკრატიულად. გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ეხლა თუ საქართველოს უცებ რატომღაც არ ვიცი, რატომ გადაიქცა კაცი ჭამეების ქვეყანად, მაშინ არანაირი ხელმოწერილი დოკუმენტი მას არ უშველის და ის თავისთავად უბრალოდ დაინგრევა. მაგრამ თუნდაც ბრიუსელის მინისტერიალმაც დაადასტურა ბატონო გივი, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები საქართველოსაგან იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იხილონ ალიანსის წევრებს შორის ითხოვენ დემოკრატიის მეტ ხარისხს. ხო, მაგრამ მე მგონი ბუხარესტის სამიტმაც და ბრიუსელის სამიტმაც დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ მაინც უარის ძირითადი мотиваცია იყო წმინდად პოლიტიკური და არადამყარებული, ვთქვათ, ესეთ შენიშვნებზე დემოკრატიასთან დაკავშირებით, ხოლო ყველა იმ რეკომენდაციას და შენიშვნას, რომელსაც ჩვენ გვაძლევენ სხვადასხვა ევროპული სტრუქტურები, ჩვენ ვიღებთ, ჩვენ ნამდვილად არ ვდგევართ იმ პოზიციაში, რომ არ შევიმჩნიოთ ეს ყველაფერი, ჩვენ ვიღებთ და ჩვენ მუშაობთ ყოველდღიურად მათ აღმოფხვრაზე. სხვათა შორის სულ რამოდენიმე დღის წინ სტუმრობდა თბილისის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დემოკრატიის განვითარების კომიტეტის დელეგაცია და მე მინდა გითხრათ, რომ მათგან ჩვენ არათუ სერიოზული შენიშვნები არ მიგვიღია, პირიქით მათ თავის გამოსვლებში აღნიშნეს, რომ რაღაც ნაწილში
ეს ეხებოდა თქვათ იგივე დროებით კომისიის მუშაობას, ისინი იღებენ ჩვენ გამოცდილებას და შემდეგ ამ გამოცდილებას ასწავლიან უკვე სხვა ქვეყნებს. ამიტომ ესე მძიმედ ჩვენთან საქმე ამხრივ ნამდვილად არ არის და ბუნებრივია ჩვენ ისევ და ისევ თუნდაც ამ ქარტიის ფარგლებში, ამ უფრო გააქტიურებული თანამშრომლობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დავხვეწ ჩვენ დემოკრატიულ რეფორმებს ჩვენ ქვეყანაში, რომლებსაც ჩვენ აქამდეც ვატარებდით. ამ ხრივად ეს ქარტია იქნება ძალიან სასარგებლო საქართველოსთვის, რა თქმა უნდა. ანუ შეიძლება ჩაითვალოს როგორც ერთ-ერთი ნაბიჯი ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, ბატონო გევი. მე ვფიქრობ, რომ ეს ასეც იქნება საბოლოო ჯამში, ისევე როგორც ეს ასე მოხდა ბალტიისპირეთის შემთხვევაში. მაგრამ ბალტიისპირეთს ამ ქარტიის გაფორმებიდან 6 წელი დასჭირდა ნატოს წევრობამდე. დიახ, და სწორედ ეს იყო ის 6 წელი, როდესაც მას რუსეთის პირდაპირი აგრესიისგან იცავდა სწორედ ეს ქარტია და ის ურთიერთობა, რომელიც მან დაამყარა იმ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამიტომ ჩვენ ეს გვაძლევს მეტ დროს, მეტ სივრცეს იგივე დემოკრატიული რეფორმების ბოლომდე მისაყვანად, იგივე ეკონომიკური რეფორმების და ეკონომიკური პროცესის გასაძლიერებლად და გასაღრმავებლად და ყველა აი ამ მიმართულებით ჩვენ ვიძენთ მეტ საშუალებას, მეტ სიძლიერეს, მეტ დაცულობას და მეტ დროს იმისათვის. ბატონო გივი, როდესაც საუბრობთ რუსეთის აგრესიისგან დაცვაზე, მეტ დაცულობაზე და უსაფრთხოების სისტემებში ერთობლივ მონაწილეობაზე, როგორც განმარტავენ, რასაც გულისხმობს ეს ქარტია. ხომ არ მიანიშნებს ეს იმას, რომ შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების საკითხიც განიხილებოდეს? ამაზეც დაიწყო ბოლო რამდენიმე დღეა საუბარი. ბუნებრივია ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეროგატივა, განსაზღვროთ თავისი საჭიროებები და თუ ესეთი შემოთავაზება იქნება, ჩვენ მას განვიხილავთ, რა თქმა უნდა, და შევაფასებთ ამ ესეთი შესაძლო ნაბიჯის სიკეთეებს ჩვენი ქვეყნისთვის და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას. საერთოდ მე მინდა თქვა, რომ ბოლო თვეების მანძილზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადადგა ესეთი რამოდენიმე ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ ანახებდა მის დამოკიდებულებას საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი და ასე ვთქვათ, მის დაინტერესებას ხაზს უსვამდა და არაძლევდა, ვთქვათ, იგივე ჩვენ მოწინააღმდეგეს იმის საშუალებას, რომ მას შეეთვალა, რომ ჩვენ ვინმე, ვთქვათ, ზურგით მიგვიტრიალდა, ან ვინმე მოდუნდა და ისეთ ყურადღებას აღარ აქცევს ჩვენთან არსებულ პრობლემებს, ნუ ეს იყო იგივე შავ ზღვაში არსებული ამერიკული გემების დაზღვევა, შემდეგ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ავღანეთში მიმდინარე ოპერაციისთვის აუცილებელი ტექნიკის ტრანსპორტირება მოხდება უკვე არა პაკისტანიდან, არამედ საქართველოდან და ასე შემდეგ, ასე რომ ეს ყურადღება არსებობდა, ეს ინტერესი ამერიკის შეერთებული შტატების იკვეთებოდა მუდმივად და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გვირგვინდება ახლა ესეთი უკვე არა უბრალოდ ინტერესის გამოხატულებით, არამედ მყაფიო პოლიტიკური განცხადებით. ბატონო, დაბა კონკრეტულად ასეთი ინიციატივის შემთხვევაში ანუ დაეთანხმება ქართული მხარე ბაზების განთავსების საკითხს. პირადად მე თუ მეკითხებით, მე რა თქმა უნდა ეხლავე დავეთანხმებოდი დიდი სიხარულით ესეც. და რამდენად იქნება ეს შემაკავებელი ფაქტორი აგრესიის? მე ვფიქრობ, რომ 100%. ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირველი თემის შეკითხვებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე პასუხობდა. ჩვენ კი განმოგრძობთ გადაცემას. პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება ეზრდებათ. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილება შედის. ის ძალები, რომლებსაც დაფინანსება დეპუტატის მანდატზე უარის თქმის გამო ივლისში შეუწყოთ თანხას ბიუჯეტიდან, ისევ მიიღებენ მხოლოდ ამჯერად უფრო მეც. დაგველოდეთ ამ თემაზე რამდენიმე წუთში ჩვენი სტუმარი ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე დეპუტატი გია თორთლაძე იქნება. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია, ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ დეპუტატი ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე. საღამოშვიდობის ბატონო გია, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. პარტიებისთვის ჯერ კიდევ ივლისში შეწყვეტილი დაფინანსების ისევ აღდგენის ინიციატივით ამ 2 თვის წინ გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი. რამ გამაპირობა თავად თქვენი ანტიკრიზისული საბჭოს ინიციატივა არათუ აღდგენილი იყო, არამედ გაზრდილი იყო ეს დაფინანსება? ჩვენ საერთოდ პირველივე დღიდანვე ვეწინააღმდეგებოდით ამ გადაწყვეტილების მიღებას. პარლამენტში როცა იხილებოდა ეს საკითხი, ჩვენ მივიღავით წინააღმდეგი და ხმასაც რა თქმა უნდა წინააღმდეგი მივეცით.
საბოლოო ჯამში როცა შეიქმნა ანტიკრიზისული საბჭო ეს საკითხია თუნდაც რაღაცნაირად მივიწყებული არ მინდა თქვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ იყო აქტუალური და არ იყო დღის წესრიგში და ჩვენ სხვა საკითხებთან ერთად ეხა იქ რამოდენიმე საკითხი იყო, რაც პირველივე დღეებში დავაყენეთ. ერთ-ერთი საკითხი დავაყენეთ ეს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები ვინც მოიპოვა მანდატები პრეზიდენტმა დაგასწროთ ინიციატივის გახმოვანება. პრეზიდენტმა არ ვიცი დამასწრო თუ არ დამასწრო, ყოველ შემთხვევაში მე ამას გაგრძელება არ მოყვატა, იმიტომ ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ, იმიტომ რომ აუცილებელი მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკოსი და რომელი პოლიტიკური პარტია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, შევა პარლამენტში ის თუ არ შევა პარლამენტში, ეს სადავო საკითხია. მე ვფიქრობ, შეიძლება ერთგვარად, მეორენაირად ვფიქრობ, შეიძლება სხვა პოლიტიკოსი. ამიტომ ეს არ უნდა იყოს საბაბი და არ უნდა იყოს საშუალება იმისათვის, რომ ამ პარტიამ შეწყვიტოს ფუნქციონირება, იმიტომ რომ მოგიხსენებათ ახლა დაფინანსება შეწყდება თუ არა, პარტიები შეწყვეტენ ფუნქციონირებას, იმიტომ რომ ვერ შეინახავენ ოფისებს, ვერ შეინახავენ თანამშრომლებს და საერთოდ ვერ გადაადგილდებიან ელემენტარულად. ამიტომ ну არიან ახლა პოლიტიკოსები, რომლებსაც დავშვათ რაღაც ბიზნესი. რაც ეხება გაზრდას ამ დაფინანსებას. იმაზე არა ისაუბარ, მე ვაპარაკობ იმ ხალხზე, რომელსაც არ აქვს. პატრონ? რაც ეხება გაზრდას დაფინანსების. რაც ეხება გაზრდას ახლა დაფინანსების. მე ვფიქრობ, რომ ახლა დღეს რაზეც ჩვენ შევთანხმდით, მოდი აქედან დავიწყოთ. საბოლოო ჯამში დღეს ჩვენ შევთანხმდით პირველი მოსმენის ვარიანტზე, ანუ კონცეფციის დონეზე მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება ანტიკრიზისულ საბჭოში და არა მხოლოდ საბჭოს ფორმატით, ავტორიც კი ესწრებოდა ამ ასე ვთქვათ კანონპროექტისა ჩვენს ხდომას. ანუ კონცეფციის დონეზე გადაწყვეტილება მივიღეთ, ანუ რომ იმ პარტიებს, რომლებსაც შეუწყდათ დაფინანსება, იმ პარტიებს აღუდგება დაფინანსება. ეს არის კონცეფცია, ანუ ზოგადი ხედვა, პრინციპი. და მეორე პრინციპი, რაც სიახლეა, ეს არის პროგრამული დაფინანსება, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ რამეს. ესე მე სიტყვით გეტყვით, მაშინ უბრალოდ არ დავაბნიოთ ძალიან მსმენელი და არც თქვენ არ დაგაბნიოთ, ესე იგი. მოგეხსენებათ, რომ ესე იგი 2000, ესე იგი 3 რამისგან კომპონენტისგან შედგება პარტიული დაფინანსება. ეს არის გადალახული ბარიერი, ეს არის ასე ვთქვათ, მიღებული ხმები და ეს არის წარმომადგენლობა პარლამენტში. აქედან გამომდინარე, თუ პარტია მიიღებს 200.000-მდე ხმას, ანუ 200.000-ზე ნაკლებ ხმას, ის თითო ხმაზე იღებს ლარნახევარს. თუ 200.000-ზე მეც იღებს, ის იღებს 1 ლარს, თითო ხმა მიცემულ ხმაზე. რაც შეეხება ანუ პროცენტულს, ესე იგი, თუ ადგილობრივ არჩევნებში იყო ღებულობდა მონაწილეობას, მაგრამ ბარიერი ვერ გადალახა, მაგრამ 3% მიიღო. ან საპარლამენტოში ღებულობდა მონაწილეობას 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მაგრამ 4% მიიღო, ანუ რაღაც გარკვეული რამდენიმე პროცენტებისა დააგროვა. ამ შემთხვევაში ის იღებს 150.000 საბაზისო დაფინანსებას. ასევე არის ასე ვთქვათ, ეს დაფინანსება ორჯერ იზრდება, თუ პირველ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში ორჯერ მეტ პროცენტს დააგროვ. ანუ პირველ შემთხვევაში 6%, მეორე შემთხვევაში 8%. და არსებობს კიდევ პროპორციული სისტემით გასული დეპუტატების რაოდენობა, რომელიც ითვალისწინებს 600 ლარს თვეში. ეს ყველაფერი იყო. ეს აქაფერი სიახლე არ არის ახლა ამ წუთში. ამიტომ აქედან ეხლა სიახლე რა არის? ეხლა ეს ყველაფერი დაუბრუნდებათ ამ პარტიებს ამ სახით, ან შეცვლილი სახით, იმიტომ რომ ამაზე დავამიდის ეხლა როგორ შეიძლება მოხდეს, როგორ შეიძლება გაორმაგდეს საბაზისო, ამას ითხოვს ნაწილი, ასე ვთქვათ, საბჭოს წევრებიც, ამას ითხოვს შესაძლოა გარე ოპოზიციაც, მაგრამ ჩვენ მასთან რომაც კონტაქტი არ გვაქვს და ამიტომ არ მოსულან ისინი არ დაუფიქსირებთ არ წერილ. ჩვენ მივმართეთ ყველას რომ ან წერილობით, ან სიტყვიერად. ეს იყო მრეწველების ლიდერი. ბატონ ზურაბ ტყემალაძე, ბაჭკუიქა. ზურაბ ტყემალაძე და ახლა ბაჭკუიქა და ესწრებოდნენ ამ ხომ. მე ვაპარაკობ იმ პარტიებს, რომელსაც არ ესწრებოდნენ და არც თავის მოსაზრებები გამოგზავნეს. მაგრამ ამას ახლა არ აქვს პრაქტიკულად. ალბათ არ აქვს საწინააღმდეგო არგუმენტები ბატონო გია და. საწინააღმდეგო მე მადლობას გიხდიან. მე მადლობას რატომაც არავინ არ გვიხდის ჩვენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საპარლამენტო პარტია გავხდით, აი ხა დავაფუძნეთ მათ და ჩვენ ვართ პარლამენტში, ყავს 2 დეპუტატი, ვღებულობთ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა და ჩვენ არანაირი დაფინანსება არ გაგვაჩნია სხვათა შორის ისე ცნობისათვის. მაგრამ ეხლა გადავიდეთ სიახლეზე რა, ეს რატომ ესდება, რითი ესდება ეხლა? ეს იგივე ამოფრო ეს იგივეა. თუ აქ შევა შესწორებები, ანუ თუ გაიზრდება საბაზო დაფინანსება, ანუ ესე იგი პროცენტული და გაიზრდება ორჯერ და ნუ თავისთავად მაშინ სხვანაირ უფრო კიდევ უფრო გაიზრდება. მაგრამ აი მეორე ეს ვარიანტის რო დარჩეს, ამ შემთხვევაში დაითვალა და დათვლილია ესე იგი ყველა პარტიები, ანუ 6 სუბიექტი არსებობს, ესე იგი ნაციონალური მოძრაობა, ქრისტიან-დემოკრატები, ლეიბორისტული პარტია,
კონსერვატორები და რესპუბლიკელები, რომლებიც ერთად იყვნენ ადგილობრივ არჩევნებზე, ამიტომ ისინი იმ დაფინანსებას ღებულობენ, მრეწველები, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებზე შედეგი აჩვენეს, ანუ ბარიერი ის გაერთიანება, რომელიც ერთად იყო საპარლამენტო არჩევნებზე, ისინი როგორ მიიღებენ ამ ინფორმაციას? ის განაწილდება პარტიების რაოდენობაზე. არის ერთი სუბიექტი. ახლა აქ როდესაც მიდის ხოლმე ხანდახან კამათი, რომ რატო 9-ვე პარტია არ ღებულობს იმავე რაოდენობისას, რამდენიც მიიღო დავუშვათ სიტყვაზე ვამბობ ლეიბორისტებმა, ხო? ახლა ლეიბორისტები გამოვიდნენ ერთ სუბიექტად, მარტონი და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ხომ არ არის, თუნდაც არა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს. როდესაც შედიხარ პოლიტიკურ გაერთიანებაში, ანუ შედიხარ რამოდენიმე პარტიის ერთობაში, ხარ იქ 7-8 პარტიასთან ერთად. რა თქმა უნდა, შენი შანსები მეტია, ხო? შენი ხედრითი წონა იზრდება, შენი ამომრჩეველი უფრო მეტია და ამიტომ აქ, რა თქმა უნდა, მოგებული რჩები თავისთავად. მაგრამ როდესაც ნაწილდება თანხები, ეს თანხები არის საბაზისო იქნება თუ ნებისმიერი სხვა. ნაწილდება სუბიექტზე. ერთ სუბიექტად გადაფიქრება, ის უნდა გაიყოს. ეს 25%-იანი ზრდა. ხო, ეს 25%-იანი. როგორ ყველა ის 14-ვე პარტია, რომელიც დღეს დასახელდა, ავტომატურად მიიღებს 25%-ით მეტ დაფინანსებას. ხსნით როგორ, ესე იგი რა პრინციპს ვთავაზობენ. ერთი ვარიანტია, ესე იგი ძირითადი ვარიანტია ესეთი. ეს თანხა მთლიანად საბაზისოს ხმების რაოდენობას, დეპუტატების და ყველაფერი დაჯამდა. ანუ ეს სუბიექტები, რომლებიც საერთო ჯამში აღმოჩნდა, რომ იღებენ 4.300.000 ლარს წლიურად, ეს თანხა გაიყო ნახევარ შუაზე, ანუ ნახევარს ამ თანხისას, ანუ 1.750.000 პარტიები მიიღებენ, პარტიებზე გადანაწილდება ამ 7-6 სუბიექტზე, ანუ გაიყოფა და გამოდის, რომ თითო პარტია მიიღებს 191.000 ლარს წელიწადში დამატებით, მაგრამ ეხლა ეს პირდაპირ ჩაერიცხებათ მათ, რა თქმა უნდა, იმ ფონდიდან. სულ რა თანხა დაუჯდება ეს ბიუჯეტს? ბატონო? სულ რა თანხა დაუჯდება ბიუჯეტს? ეს დაინგარიშონ. მოდით, იმ ფონდზე ფინანსური კრიზისის და მომავალი წლის ბიუჯეტის 1 მილიარდი ჩემცირების ფონდზე. ობიექტური ამ შემთხვევაში, ამიტომ მე რამდენად მიზანშეწონილია ამ რამდენიმე მილიონით გაზრდა დაფინანსების, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში დღეს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ საკანონმდებლო ორგანომ ხარჯების შეამცირა და ბიუჯეტს უბრუნებს 2 მილიონს თუ 2 მილიონ ნახევარს, რათა სოციალურად დაუცველი მოსახლეობას დაეხმაროს. თქვა რომ მაგრამ ამ ფონზე პარტიების ზრდიან დაფინანსებას. პარტიები რომლებიც კიდევ უფრო მოითხოვლობენ, უფრო მეტად გაზდას. მე რო თქვა რომ პარტიებმა დაფინანსება არ უნდა მიიღონ, ესე იგი მე სურიან ქვებს და ჩამქოლავენ პარტიები. ამიტომ არ მინდა ხოლმე რომ ახლა, მაგრამ ობიექტურად მე მინდა ჩემი აბსოლუტურად ობიექტური აზრი მოგახსენო. კი ბატონო. პარტიებმა უნდა მიიღონ დაფინანსება, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისია ქვეყანაში, ძნელი პერიოდია. იმ პარტიებმა, რომლებმაც უნდა მომავალში მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. მე მესმის, რომ ეს არის პრობლემებია ქვეყანაში, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ხა პარტიები, რომლებიც დაიშლება, პარტიები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ არჩევნებიდან არჩევნებამდე თავის ელემენტარულ ეს დაფინანსება იქნება მათთვის საკმარისი და აღარ დასჭირდებათ მათ გარეძალებისგან თუნდაც დაფინანსება. ეს არის დაფინანსება, ხა სხვა დაფინანსება შეიძლება მოიძიონ ხო სპონსორებით. ეს არის მინიმალური. ეს თუ არ ეკნათ, მაშინ საერთოდ და პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მოძრაობა საქართველოს ჩაკვდება დამთავრდება. მაგრამ დაფინანსება ეზრდება ასევე ნაციონალურ მოძრაობასაც, რომლის დაფინანსება 10%-ით თქვა დღეს ბატონო. გეტყვით რატომ არ ეზრდება? იმიტომ რომ აი აქ, როდესაც ჩვენ თქვით ეხლა ვამბობ მე რომ აი როდესაც გაიყო ეს თანხა ნახევარ წავა, ესე იგი ამ სრული თანხის ნახევარი ჩაირიცხება ფონდში და პარტიები მიიღებენ, ოღონდ პარტიებს ყველაფრისთვის კი არ ექნებათ უფლება რომ დახარჯონ ეს 191.000, რომელსაც მიიღებს ეს სუბიექტები. ანუ ჩაატარებენ კვლევებს, სემინარებს, კონფერენციებს, შეხვედრებს და მივლინებებს. ანუ მივლინებები ძალიან მნიშვნელოვანია ხა, მივლინებები ისეთი რამ არის, როდესაც პრინციპში ყოველთვის ჭირს თანხა და სამივლინებო თანხაში შეიძლება იყოს იქ ბენზინის ხარჯი, სასტუმროს ხარჯი, კვების ხარჯი და სხვა ხარჯი. ანუ შეხვედრა, კონფერენცია, სემინარი შეიძლება ჩაატაროს სხვა ქალაქში. ამიტომ ეს პრინციპში ძალიან გამოყენებადი თანხაა ეს 191.000. აქედან გამომდინარე, ნაციონალური მოძრაობა და რომელსაც ყველაზე მეტი ხმა აიღო. მე ქრისტიან დემოკრატებმა, მე ლეიბორისტებმა, მე სხვებმა და სხვებმა უბრალოდ გაერთიანებულ ოპოზიციამ საბოლოო ჯამში ძალიან რთულ პროცესთან მიდიოდა ეს საქმე. თუ იმის მიხედვით, ვინ რამდენი ხმა აიღო და ამის მიხედვით განაწილდებოდა აი ეს თანხა, ანუ მიზნობრივი თანხა, ანუ ფონდებიდან თანხა, მაშინ მივიღებთ რომ ნაციონალური მოძრაობა მიიღებდა ყველაზე მეტ ხმას, მეტ რაოდენობას თანხისას, ვიღაცა ბევრად ნაკლებს, ვიღაცა კიდევ უფრო ნაკლებს. და ეს იქნებოდა მუდმივად, ასე ვთქვათ, და ამიტომ ეს ჩვენი იდეაც ესეთი იყო, ნუ თვითონ მე ახლა არ მინდა ვთქვა რომ
მათ ძალიან დიდი ჭიდაობა დაგვჭირდა მათთან, მაგრამ ეს შევთანხმდით ამაზე, რომ მოკლედ ეს კვლევებია თუ სემინარებია თუ კონფერენციები, შეხვედრები თუ მივლინებები ყველას თანაბრად ჭირდება. ამიტომ შევთანხმდით და ეს თანხა, ანუ ეს 191,000 ლარი, რომელსაც მიიღებენ წლიურად, ყველას შეხვდება ერთნაირად და არავით არის განსხვავება იმაში, რომ დავშოთ ახლა ზოგი პარტია დიდია და უფრო მეტი რაოდენობითაა წარმოდგენილი პარლამენტში, ის სხვა პუნქტებით იღებს დაფინანსებას. კი ბატონო, და როდიდან უნდა მოქმედდეს ეს ცვლილებები? ანუ თქვენ ამ ერთ კვირაში უნდა მოასწროთ? ხო, ნუ ეხლა ეს პრინციპში რაც არის და ნუ პირველი მოსმენით ამას მივიღებთ, მეორე ჭირდება დაჩქარებული წესთან მოხდეს. თავარია იმ პრინციპზე შეთანხმდეს, ანუ მოხდეს პარლამენტში შეთანხმება იმ პრინციპზე, რომ მეორე მოსმენის დროს არის ძირთად უკვე ციფრებზე საუბარი. გაორმაგდეს უნდა საბაზრო დაფინანსება თუ როგორ მოხდეს ვფიქრობ ამაზე იქნება საუბარი პარლამენტში და მეორე მოსმენის დროს უკვე დაზუსტდება უკვე კონკრეტულად ციფრებზე საუბარი. ეხლა რას მიიღებს პარლამენტი მეორე მოსმენით მე მიჭირს, იმიტომ რომ ჩვენთვის იყო მთავარი პრინციპი, რომ იმ პარტიებს უნდა დაბრუნებოდათ დაფინანსება. ძალიან დიდი მადლობა ბატონო. პარტია გარდაიცვალოს იმის გამო რომ ფინანსები არ არის. ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლდით დეპუტატი გია თორთლაძე. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს რამდენიმე წუთში. ისევ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუდიის სტუმრები, ამჯერად უმრავლესობის წევრი ლაშა თორდია და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია იქნებიან. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია, ჩვენ განვაგრძობთ საუბარს პარტიების დაფინანსების აღდგენაზე. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან დეპუტატები ჯონდი ბაღათურია, ლაშა თორდია, საღამოშვიდობის ბატონებო. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ ლაშა, მართველი პარტიის არგუმენტი ზაფხულში, როდესაც შეუწყდათ ამ პარტიებს დაფინანსება, იყო ასეთი: იმ ძალებს, რომლებმაც უარი თქვეს საკანონმდებლო ორგანოში გამოეხატათ თავიანთი ამომრჩევლის ინტერესი, არა აქვთ უფლება გნებავთ მორალური იღებდეს დაფინანსებას ბიუჯეტიდან. ის ძალები, რომლებმაც მაშინ თავიანთ მანდატებზე თქვეს უარი, დღესაც არ არიან საკანონმდებლო ორგანოში. ანუ მაშინდელი ლოგიკით მათ არ უნდა აღვდგეთ დაფინანსება. შეცვალა უმრავლესობამ თავის შეხედულება. სანამ კონკრეტულ საკითხზე გადავიდოდეთ, მე მინდა კომენტარი გავაკეთო ერთ ფაქტთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას მთელი რიგი პრობლემები. მაშინ როდესაც საზოგადოება ჩვენი მხრიდან ელის ამ პრობლემების გადაწყვეტას. როდესაც საზოგადოება ხავს შეკითხვებს თუ როგორ გაუმჯობესებთ ჩვენ მათ მდგომარეობას. როდესაც ჩვენ ვცდილობთ პირდაპირ დიალოგი ვიქონიოთ როგორც ოპოზიციასთან, ასევე პირდაპირ ვისაუბროთ ჩვენი საზოგადოების პრობლემებზე. ოპოზიციის ამ დროს, ოპოზიციის გარკვეული ნაწილიდან ჩვენ ვიღებთ საპირისპირო ქმედებებს. ეს ქმედება განხორციელდა გუშინ რადიო უცნობში, როდესაც ბატონმა კოკა გუნცაძემ სრულად უსაფუძვლოდ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ჩვენს თანაგუნდელს ბატონ გიორგი კანდელაკს. მე ვთვლი, რომ ეს ფაქტი უნდა გახდეს საერთო საზოგადოებრივი განჯის საკითხი. ეს ფაქტი უნდა გახდეს როგორც ჟურნალისტების, ასევე პოლიტიკური სპექტრის განჯის საკითხი. და პირველ რიგში ეს ფაქტი უნდა დაგმოს თვითონ ბატონი კოკას თანაგუნდელებმა, ვინაიდან არ ავტომატურ რეჟიმში კოკა გუნცაძე არ გახდეს ამ პროცესებში მათი სახე. არც ბატონი კოკა გუნცაძე, არც მის თანაგუნდელები გუშინ მონაწილეები არ არიან. ეს არავის არ მოეწონა, მე მინდა გითხრა და არც კოკას ეხლა გუშინდელი ეს არის უბრალოდ ადამიანებს ესეთი საკმარისია. ბატონ ჯონდი, ბატონ ლაშა. დაუბრუნდეთ თემას. ბატონ ჯონდი, როგორ პოლიტიკურ კულტურას ვნერგავთ ქვეყანაში. ურთიერთშეურაცხყოფილ განცხადებებში არაერთხელ გადაზრდილა, ეს ყოფილა გნებავთ უმრავლესობის წევრების, გნებავთ მათი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან. მოდით, არ არიან ამ ინციდენტის მონაწილეები, ჩვენ გადაცემის სტუმრები. ძალიან შორს დაგვიყვანს ამ თემაზე საუბარი. თუ შეიძლება ბატონ ლაშა, ჩემს კითხვას დაუბრუნდეთ. მაშინდელი ლოგიკით, მაშინდელი არგუმენტებით იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უმრავლესობა მიიღო ივნისის თვეში. ეს გადაწყვეტილება იყო დაფუძნებული შემდეგ გარემოებებზე. იმ პერიოდში მოგესალმება სტრასბურგში იყო შეხვედრა ოპოზიციურ პარტიასა და უმრავლესობას შორის, სადაც იქნა გადაწყვეტილება მიღებული ამ საარჩევნო დაფინანსებასთან დაკავშირებით. იყო გარკვეული კონსენსუსი. როდესაც მიიღება კონსენსუსი, როდესაც მიიღება თამაშის წესები და როდესაც ამ თამაშის წესებს არღვევს რომელიღაცა სუბიექტი, ოდიშით, მაგრამ პირობებიც რაღაც ეტაპზე იცვლება.
და ეს პირობა შეიცვალა, რომელიც მდგომარეობდა ბატონაშა, ერთი წუთით. ის რომ თუნდაც მათ ამ პარტიებმა, რომელმაც შემდეგ არჩევნების გაყალბების მოტივით თქვეს უარი პარლამენტში შესვლაზე, ამ ძალებმა მიიღეს გარკვეული მხარდაჭერა მათი ამომრჩევლის მხრიდან და შესაბამისად პარლამენტში შემდეგ ეს მიღებული გადაწყვეტილება არ იყო ამ მოქალაქეთა პოლიტიკური ნების უგულებელყოფა, რომლებაც ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას მიანიჭეს ნდობის მანდატი. ზუსტად ამაზეა საკითხი. საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ამ პოლიტიკურ პარტიებს, რათა მათ მონაწილეობა მიიღოთ საპარლამენტო ცხოვრებაში. ანუ როგორც პარლამენტარიზმის ინსტიტუტი გამختارიყო ძლიერი და ყველა სუბიექტი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, გამოეხატა ზუსტად იმ მოსახლეობის აზრი საჯაროდ პარლამენტის და ლეგიტიმური ორგანოების მეშვეობით. ამ დროს ჩვენ მივიღეთ შედეგად რაღაც არალეგიტიმური წარმონაქმნების შექმნის იდეა, მივიღეთ ამ კონსენსუსის დარღვევა და მივიღეთ დარღვევა ყველა იმ პირობის, რომელიც აქამდე იყო მიღებული. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვდგავთ კიდე ერთ ნაბის, რათა ეს შესაძლებლობა პოლიტიკურ პარტიებს ნორმალური ჯანსაღი ურთიერთობები, ნორმალური ჯანსაღი პოლიტიკური პროცესებში მიიღონ მონაწილეობა. პოლიტიკურ ძალას ალბათ აქვს უფლება, სრული უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს და გააკეთოს არჩევანი, რა უნდა გააკეთოს კონკრეტულ მომენტში. რატომ შეცვალეთ ეს გადაწყვეტილება? იმიტომ რომ ჩვენ თვლით, რომ დღეს მას მერე შეიცვალა ბევრი რამ, მას მერე მოხდა აგვისტოს მოვლენები, ჩვენ ვთვლით, რომ ეხლა არის ახალი ეტაპი, რახან დავიწყოთ ახალი ჯანსაღი პოლიტიკური ურთიერთობა. თქვენ უყურებთ დღევანდელ საპარლამენტო ცხოვრებას, ჩვენ გვაქვს ჯანსაღი პოლიტიკური დისკუსიები, სადაც ოპონირებას უწევთ ყველა თემაზე თითქმის და არის ზოგ შემთხვევაში ძალიან მკაცრიც კი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვთვლი, რომ დღეს ჩვენი პოლიტიკური კულტურა უფრო მაღლა დგას, რომელიც იმაზე მაღლა დგას, რომელიც იყო ადრე. ასე რომ ჩვენ ვთვლით, რომ ეხლა ჩვენ უნდა დავიწყოს ახალი მიდგომა, ჩვენ უნდა გქონდეს ახალი მიდგომები, რათა მოხდეს ამ პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღება. ბატონ ჯონდი, თქვენ ძალიან მწვავედ გააკრიტიკეთ ეს ცვლილებები დღეს. რა არ მოგწონთ კონკრეტულად? პირველ რიგში მე მაინც აი ძველ საკითხს შევეხები, იმიტომ რომ გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ჩვენი გადაწყვეტილებების გადასინჯვის. როდესაც ერთი გადაწყვეტილება იყო არასწორი და ამათი გადაწყვეტილება როცა გაუუქმეს პარლამენტს გარეთ დარჩენილ პარტიებს და იყო არასწორი. ეხლა მუდმივად ამაზე პედალირება, რომ რატო ესე იგი ეხლა რატო ცვლი ამას, მე ვფიქრობ არასწორია. კარგია რომ ბატონ ჯონდი, უდავოდ სულ რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ და მაშინ თუ იყო ეს არგუმენტები ძალაში, დღეს რატომ არ არის? მაშინ ის არგუმენტები იყო არასწორი, დღეს რომ ხდება აღდგენა დაფინანსების, არის სწორი და არის პოზიტიური ნაბიჯი და მე მგონი ჯერჯერობით ერთადერთი პოზიტიური აი ამ საკანონმდებლო ინიციატივაში. ეხლა მეორეზე ვილაპარაკოთ, მეორე ნაწილზე. მინდა ცალსახად ხვდა, მე დღეს მთელი დღეა უყურებ და ასე იგი ლაშა და ჩემი კოლეგები უმრავლესობიდან, ხელისუფლებიდან და რატომღაც ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ცდილობს იმის ტირაჟირებას, რომ პარტიების დაფინანსება იზრდება. ეს არის არასწორი, არც ერთი თეთრით პარტიების დაფინანსება არ იზრდება. არც ერთი თეთრით ვიმეორებ, პარტიების დაფინანსება არ იზრდება არც ერთ კომპონენტში. აბა რას ნიშნავს ეს ცვლილება? დავას აი ახლა ზუსტად მაგისტრის მოსულებას გამარტო. ყველა მთელი ფორმულა, აქ ჩვენ გვაქვს ფორმულა, პირდაპირ არა გვაქვს ამოღებული ესე იგი. ყველა კომპონენტი ფორმულაში შევა იგივე, არც ერთ თეთრით ეს დაფინანსება. ეს ფორმულა უკვე განმარტა ბატონმა გიორგიმ საკმაოდ ხანს შემოდის უბრალოდ ახალი კომპონენტი ფონდიდან ხდება ფინანსირება, ესე ფინანსირება კვლევების, სემინარების და ასე შემდეგ. ანუ ეს პარტიის პირდაპირ დაფინანსებაზე კი არ არის ლაპარაკი. ეს არის კვლევების და სემინარების და მილიონების ფინანსირება. არ ჭირდება თანხმობის დაფინანსება პარტიებს. ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირდაპირ საბაზისო დაფინანსება. კვლევებს ჯერეთი მინდა გითხრათ, ჩვენ ისეც გვაწვდიდნენ, მაგალითად IRI, NDI 6 თვეში ერთხელ აკეთებდნენ ამ კვლევებს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, თვითონ პარტიების ვაკეთებდით და ეს ჩვენთვის ისეც იყო უფასო. თავისთავად ცხადია, ჩვენთვის ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩატარებული ტრენინგი თუ რაღაცა დახმარება ცუდი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას ხშირ შემთხვევაში როცა გიჭირს ადამიანს უფასოდაც აკეთებენ, რომ ყავს აქტივი, რომელსაც აქვს ამის გამოცდილება და მე ვისაც არ აქვს გამოცდილება, იმას ასწავლიდა. ეხლა რა პირობა დაირღვა? პრეზიდენტი, სხვადასხვა ეს არ იყო ჩვენგან წამოსული ინიციატივა, ეხლა არ ვიცი ალბათ გიას თორთლაძეს წინა გამოსვლაში შესაძლოა მასაც ქონდა ასეთი ინიციატივა, მაგრამ ინიციატივა წამოვიდა პრეზიდენტისგან და პირველად ეს გაჟღერდა, როცა პრეზიდენტი მოვზადა პარლამენტში ყოველწლიურ ანგარიშზე, მან პირდაპირ თქვა,
რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ შეუწყვეტეთ პარტიებს დაფინანსება, მიმაჩნია რომ ეს დაფინანსება უნდა აღუდგეთ აი ამ პარტიებს, პირდაპირ იყო ოპოზიციის აზრზე დათანხმება და ცუდი ამაში არაფერი არ არის და პირდაპირ განაცხადა რომ საბაზისო დაფინანსება უნდა გაორმაგდეს, ამას შემიძლია სტენოგრამით ფიქრობ რომ არ დაგჭირდება ასეთი ტიპის განწყობება სასწავლო სტენოგრამებით რაიმე ერთმანეთს უთკიცოთ და შემდგომში თქვა აი ამ 25%-ს რასაც ეძახიან ჩემი კოლეგები და ასევე პლუს ფონდებიდან დაფინანსება. ფონდებიდან დაფინანსება, რასაც ახლა 25%-ს დასეძახიან, ეს არის შემოტანა, მაგრამ ესეც არ არის ბოლომდე ისე, როგორც იყო შეთანხმება, იმიტომ რომ აქ შემოიტანეს რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციები. ბატონ ჯოდი, რეალურად იმ პარტიებს, რომლებსაც არ ქონდათ ამ თვეების განმავლობაში დაფინანსება და ეს დაფინანსება აღუდგებათ და როგორც განგვიმარტავენ, გაღუდგებათ 25%-ით მეტი. კი ბატონო, აღუდგებათ ეს დაფინანსება. ისინი არ აკრიტიკებენ ასე მწვავედ ამ ინიციატივას. ჩვენ შევთავაზეთ მათ, მაგრამ მათ უარი განაცხადეს გადაცემაში მონაწილეობაზე. ჩემი კოლეგების აზრი, ისინი აკრიტიკებენ ისევე, როგორც მე ვაკრიტიკებ ამას. ჩვენ შევთავაზეთ არაერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, მაგრამ უარი განაცხადეს გადაცემაში მონაწილეობაზე. თქვენ რა სიტყვით კონკრეტულად? გაიზარდოს საბაზისო დაფინანსება. რომელი შეთანხმება? სიტყვა რაც ითქვა, შეთანხმება არსებობდა, პირობა იყო რომ საბაზისო დაფინანსება გაორმაგდეს. რას ნიშნავს საბაზისო დაფინანსება? რა თქმა უნდა, სემინარი მოგწონს კარგია, კვლევა მოგწონს კარგია, მაგრამ თუ ოფისი არ აქვს პარტიას, თუ პარტიას არ აქვს საწვავი რომ გადაადგილდეს, მაშინ კვლევაც და სემინარი დაგჭება განზე. ამიტომ მინიმალური დაფინანსება რაც ექნება. საბაზისო დაფინანსება არ არის საკმარისი. მე მინდა გითხრათ. თქვენს პოლიტიკურ ძალაზე როგორ აისახება ეს ცვლილებები? ნუ და მაგალითად ეროვნული საბჭოს პოლიტიკურ პარტიებს დღევანდელი ინიციატივით თვეში გვექნება 7200 ლარი თვეში 7200 ლარი მე მინდა გითხრათ რომ მე ცენტრალური ოფისის ქირას ვიხდი 2000 ლარს ეხლა განსაზღვრეთ თქვენ თბილისში კიდევ პლუს 10 რაიონული ოფისი მჭირდება საბურთალოს და ასე შემდეგ აი თქვენ მიხვდით რა დაფინანსება უნდა სანამ იქნებოდით პარლამენტში როგორ ახერხებდით ამ თანხის გადახდას ბატონ ჯონდი ნაციონალურ მოძრაობას აქვს 1.150.000 სანამ იქნებოდით ნაციონალურ მოძრაობას ბევრად მეტი ყავს წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში სანამ მოხდებოდით პარლამენტში და მიიღებდით ამ დაფინანსებას როგორ ახერხებდით ამ თანხის გადახდას როცა ბევრად მეტი აქვს რესურსი ნაციონალურ მოძრაობას ბუნებრივი ექნება რესურსი იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა არის საკონსტიტუციო უმრავლესობით წარმოქმნილი საკანონმდებლო ორგანოში კითხვაზე მიპასუხეთ თუ შეიძლება თქვენ როგორ ახერხებდით ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებამდე იმ თანხის გადახდას ახერხებდით ამას და იმიტომ მოხდა რომ 9 პარტია მოახერხა ინტეგრაცია ნათია რომ ვერ ვახერხებთ ამას და 9 პარტიის რესურს მარტო ფინანსურმა რესურსმა ნაციონალური მოძრაობის დაახლოებით 100-ჯერ გადააჭარბა ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენ ქვეყანაში ბევრი პრობლემის სათავე იცით რაშია რომ ჩვენ ყველა ერთად ვერ ვახერხებთ კონკურენცია გაუწევთ დიდი მადლობა ბატონო შეწყვეტილი დაფინანსების აღდგენა თავის დროზე აიხსნა იმითაც რომ პარტიების თანხის გარეშე თუ შეიძლება კითხვა უნდა დავსვა ამ თანხის გარეშე დარჩებოდნენ არ დაეწყოთ მოძიება დაფინანსების წყაროების თუნდაც ქვეყნის გარეთ თუნდაც მტრულად გაწყობილ ძალებს შორის ამჯერად ამ დაფინანსების გაზრდის პირობებში ეს საფრთხე რამდენად გამოირიცხა საფრთხე მაგისი ყოველთვის არსებობს თუ ახლა პოლიტიკური სუბიექტი ცდილობს ჩვენი მტრებისგან მოიძიოს რაღაც თანხების ყოველ შემთხვევაში შეეცდება ამის გაკეთებას მიუხედავად ჩვენ ვცდილობთ რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ საფრთხეები და რეალურად აქ მივცეთ შანსი ლეგიტიმურად დაფინანსების კუთხით პოლიტიკურმა პარტიებმა განახორციელონ თავისი საქმიანობა ასე რომ მე მინდა შევეხო იმ კანონპროექტს რომელიც დღეს არის წარდგენილი პარლამენტში ერთის მხრივ საბიუჯეტო დაფინანსება აღუდგებათ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ჰქონდათ ეს შეწყვეტილი, რომელზეც უკვე ბატონმა გია მილაპარაკა, რომელიც სამი კომპონენტისგან შედგება, ამ თანხებს პოლიტიკური პარტიები თავისი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გამოიყენებენ, ამასთან იქნება ფონდი, სადაც ამ თანხის ნახევარი, ანუ ყველა პარტიაზე გამოყოფილი თანხის ჯამი, ნახევარი გადაერიცხება ფონდში. ეს თანხა გაიყოფა ნახევარზე და ნახევარი მოხმარდება პოლიტიკურ პარტიებს, სწავლებებისთვის, ტრენინგებისთვის და მივლინებებისთვის. მაგრამ ბატონ ჯონდი ამბობს, ეს ინიციატივა რეალურად არ ნიშნავს დაფინანსების ზრდას. გააკეთა აქცენტი ბატონმა ჯონდიმ და 50% გადაერიცხება არასამთავრობო ორგანიზაციებს. რეალურად გამოდის, რომ 25%-ით მინიმუმ 25%-ით ეზრდებათ დაფინანსება პოლიტიკურ პარტიებს და ნაციონალურ მოძრაობას ეზრდება
10%-ით. ანუ 191 თუმცა ნაციონალური მოძრაობის 191 დაფინანსება ბიუჯეტიდან მაინც საკმაოდ ჩამბეჭდავია ბატონო. რა თქმა უნდა, 20 ჯერ მეტი ვიდრე 191,000 ლარს მიიღებს ყველა პოლიტიკური სუბიექტი, 6 პოლიტიკური სუბიექტი. შემდგომში ჩაშლა იმ პოლიტიკურ სუბიექტში კეთდება 8 პარტიაზე, რომელიც იყო გაერთიანებული იმ პოლიტიკურ ბლოკში, რომლიდანაც იყო წარმოდგენილი ბატონი ჯონდი, რეალურად ბატონი ჯონდის დაფინანსება წელიწადში გაიზრდება 21,000 ლარით. და ეს 30,000 ლარი მოხმარდება კვლევებს, სწავლებებს, ტრენინგების ჩატარებას და ასევე მივლინებებს. ასევე ის არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელი უნდა შეუწყონ ამ პარტიებს ამ პოლიტიკური პროცესების განვითარებაში. ანუ ამ დაფინანსებას კიდე ემატება არასამთავრობოების მიმართ განსაზღვრული ხარჯები, რომლებიც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობენ ისევ ამ პარტიებს. როგორ შეიძლება ითქვას, რომ დაფინანსება არიზდება რამ ჩემთვის ნამდვილად მოდით მე დავსვამ იგივე კითხვას, რაც დავსვი ბატონ გია თორთლაძეს. იმ ფონზე, როდესაც არის ფინანსური კრიზისი და როდესაც მომავალი წლის ბიუჯეტი არის შემცირებული 1 მილიარდი და როდესაც საქართველოს პარლამენტში ხაზგასმით კეთდება განცხადება, რომ საკანონმდებლო ორგანომ ხარჯების შემცირება და ბიუჯეტს 2,5 მილიონ ლარს უბრუნებს, ამავდროულად პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, მათ შორის რასაკვირველია მათიც, ვინც არიან წარმოდგენილნი პარლამენტში, იზრდება. რა თქმა უნდა, მე ამ თემაზე მინდოდა ბოლოსთვის გამეკეთებინა კომენტარი, რომ დღეს ჩვენ არ ამოვდივართ რეალობიდან, ჩვენ ვითვლით ყოველ თეთრს, რათა ეს თანხები არ მოაკლდეს იმ დაზარალებულ მოსახლეობას, რომელიც დღეს არის იძულებით გადაადგილებული იმ სოციალურად დაუცველ ფენებს, რომელიც დღეს ჩვენ შემოყურებენ, რათა მათ დავეხმაროთ და გავაუმჯობესოთ მათი მდგომარეობა. ამიტომ ეს თანხა არის ის თანხა, რომელიც მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვდგავთ ამნაბის, რომ პოლიტიკურ პარტიებს გარკვეულწილად გაუზარდოთ ეს დაფინანსება. ამიტომ მე ვთვლი, რომ დღეს ეს არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი. დიდი მადლობა ბატონ ჯონდი. გამომდინარე თქვენი პოზიციიდან, თქვენ არ აპირებთ ამ მოსმენებს ხარ დაუჭეროთ ამ ცვლილებებს. ერთი მინდა ვთქვა, რომ როცა თქვენ ამბობთ, თქვენ მე რატო შენ რატო აკრიტიკე, მე კი არ ვაკრიტიკე, მე ვამბობ რა იყო შეთანხმება და მე ესე იგი ვცდილობ მიმაღწიო მაქსიმალურად საუკეთესო შედეგს. მოდი ამას შევთანხმდით, ჩვენ დღეს უკვე შევთანხმდით. ჩვენ ახლა კი ვკამათობთ ამაზე, მაგრამ ჩვენ დღეს უკვე შევთანხმდით, რომ პირველი მოსმენით კონცეპტუალურად, რადგან არის პოზიტივი, რომ ხდება აღდგენა ესე იგი პარტიების და პრინციპი არის ძველი, ამიტომ ხმა ესე იგი მხარი დაუჭირეთ ამ კამპანიამ, მაგრამ შევთანხმდით, რომ მეორე მოსმენისთვის აი ამ საკითხებზე ვილაპარაკეთ. 21,000 ლარი ახსენა ბატონო თქვენს პოლიტიკურ ძალას დაგებაში. რადგან ამაზე შევთანხმდით, ამაზე გავაგზავნეთ, ხათის შედეგად ეს არ დამთავრდება, როგორ? ეს 21,000 ლარი ახსენა და არ არის ცოტა თანხა. ეს არის ერთი პურმარილი რო უჯდება ზოგიერთს ის თანხა. როდესაც თქვენ ახლა კრიზისზე ლაპარაკობთ, ისი ტოტო კუტუნიოს კონცერტი რა გაჩნდა და მთლიანად პოლიტიკური პროცესების ნორმალიზაციისათვის, რასაც მეც და ლაშას და ჩემი უმრავლესობა რაც ამაზე არავინ არ დაობს, მე ვეთანხმები რომ მართალია ვისაც სინდისი არ აქვს, რუსისგანაც აიღეს პლუს იმას რა ქვია, ზანგისგანაც და ვისგანაც გინდათ, ანუ ნებისმიერი ასე სახელმწიფოს მოწინააღმდეგე იქნება თუ მომხრე, ანუ უკანონს დაარღვევს და ფულს აიღებს. მაგრამ თუ ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, რომ პოლიტიკურ პარტიებს მისცეს შანსი, რომ უბრალოდ ცოცხალი პროცესი იყოს, რომ არ მოკვდეს პოლიტიკური პროცესი. რამდენიმე თვე არ ქონიათ მათ ეს დაფინანსება, მაგრამ ეს პარტიები დღემდე არსებობენ ბატონო ჯონდი. რომელი პარტიები? ვისაც შეუწყდა ივლისის თვეში მიღებული გადაწყვეტილები დაფინანსება. თქვენ პირადად დათია მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცდებით. რატომ რომელი პოლიტიკური ძალა არ აგრძელებს ფუნქციონირებას? აი კონსტანტინე გამსახურდიას, რომელსაც საკმაო ელექტორატიც ყავს და გავლენას აქვს საზოგადოებაზე, ოფისი არ აქვს. აი მის შემდგომ და თქვენ პირადად აპირებთ თუ არა მხარი დაუჭეროთ ამ ცვლილებებს? არა, მე პირადად ვაპირებ, რაზეც შევთანხმდით კონსულტაციაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაზუსტეთ ციფრებს და ახლა ხარ დაუჭერთ. ჩვენ შევთანხმდით მორე კონსულტაციაზე. მაგრამ იმ ფარგლებში, როდესაც ჩვენ დავიანგარიშებთ კონკრეტულ ციფრებს, თუ რაზეც არ უნდა მოაკლდეს დღეს იმ გაჭირვებულ ადამიანს, რომელიც ელოდება ჩვენგან დახმარებას. ძალიან დიდი მადლობა. გაჭირვებულ ადამიანს და კრიზისზე არის აბსოლუტურად ესე იგი არასწორი, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ საკითხი ეხება ერთ მეხუთასს. უკვე დეპუტატები იმას უსვამთ ხას ბატონო ჯონდი, რომ ქამრების შემოვიჭირეთ და ამით ვეხმარებით დაუცველ სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას. ეს პარალელი რატომ არის მიუღებელი? შემოჭერა ნიშნავს ფუფუნებაზე უარის თქოს და არა პოლიტიკური პროცესის მოკლას.
ძალიან დიდი მადლობა გადაცემა უნდა დავასრულოთ გადაცემა ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ ბატონები ლაშა თორდია და ჯონდი ბაღათურია ჩვენი გადაცემა კი დღეს ამით დასრულებულია პირველი თემა ხუთშაბათამდე გემშვიდობებად ნახვამდის